თავისუფლების ქვეყანაში თავისუფლად დასმული კითხვები სამართალი ქართულად ურთიერთობა რუსეთთან და შოპინგი მილანში ვინ არის გიორგი სიგუა რომელმაც მიხეილ სააკაშვილს სამი კითხვა დაუსვა და თავად პრეზიდენტმა საჯარო გამოსვლისას უცენზურად უპასუხა. მაესტროს პრისონის უნივერსიტეტში გადაღებული კადრები თავად გიორგი სიგუამ მოაწოდა. უნივერსიტეტში კითხვების დასასმელად შეპარული ქართველი ემიგრანტი და პრეზიდენტის შეხვედრა სტუდენტებთან ნახეთ ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი სიგუასთან, რომელსაც ანა ლაპიაშვილი ესაუბრა. საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რუსულ-ქართული ურთიერთობები, ასევე ჩიკაგოს მომავალი სამიტი იყო ის მთავარი თემები, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა ბრისტოლის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გაამახვილა ყურადღება. უნივერსიტეტში პრეზიდენტის გამოსვლა სხვადასხვა ფაკულტეტის 200-ზე მეტი სტუდენტი თითქმის საათნახევრის განმავლობაში უსმენდა. მედიამ საეთეროდ, რომ პირველი პირის განცხადებებსაც დაუთმოდა იმ კითხვებსაც, რომლებიც პრინსტონის უნივერსიტეტში დაისვა. თუმცა არავის უთქვამს, რომ შტატებში გამართულ შეხვედრას ოფიციალური დელეგაციის წევრების გარდა სხვა ქართველებიც ესწრებოდნენ და კითხვები მათაც ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით სასამართლო პროცესების 99.7% ბრალდების სასარგებლოდ მთავრდება. რატომ ხდება ასე? რატომ არის რომ ყველა ვინც დაპატიმრებულია დამნაშავეა? გარდა ამისა, საქართველოში მცხოვრები მამაკაცების ნახევარზე მეტ დაპატიმრებენ და მხოლოდ ბიუჯეტში ფულის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. გეთანხმებით, რომ საშინელება იყო რუსეთთან ომი, მაგრამ რატომ ხდება რომ როდესაც რუსეთს ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რატომ მიეცით თქვენ ხმა რუსეთის შესვლას მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში. რატომ მიყიდეთ თქვენმათ ყველა ბიზნესი საქართველოში? 3 დღის წინ საქართველოში მოხდა საშინელი სტიქიური უბედურება. მოვიდა ძლიერი წვიმა, დაიტბორა ქუჩები და 5 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი დაიღუპა. მართალია თუ არა რომ ამ შემთხვევიდან მეორე დღეს თქვენ სლოვენიაში საფეხბურთო მატჩს დაესწარით? მომდენო დღეს კი მილანის მაღაზიებში დადიოდით და ძვირფასი საათი იყიდეთ. კითხვები, რომლებიც პრინსტონის უნივერსიტეტში დამსწრეების გარდა სხვებს ჯერ არ მოусმენიათ ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა გიორგი სიგუამ დასვა. სამშობლოს პირველი პირის მეზობელ ქალაქში ვიზიტის შესახებ ერთი დღით ადრე გაიგო და მოსაწვევის არარსებობის მიუხედავად საცხოვრებლიდან დაახლოებით 100 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში ჩავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ იმის წინა დღეს საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა მილანში შოპინგზე და კიდე იმის წინა დღეს ფეხბურთზე, ძალიან მინდოდა ამ კალეიდოსკოპიური სისწრაფით მოძრავი ადამიანის ნახვა და მასთან გასაუბრება. ერთის ნაცვლად სამი კითხვა დასვა, თუმცა როგორც თავად ამბობს, პასუხის მიღების იმედის არარსებობის მიუხედავად პრეზიდენტის რეაქცია მისთვის მაინც მოულოდნელი იყო. მიხეილ სააკაშვილმა სიგუას დასმული კითხვის შემდეგ კომენტარი ჯერ დარბაზში მოყოლებულ ტაშზე გააკეთა. შემდეგი კითხვის ავტორს უცენზურო სიტყვითაც გამოეხმაურა. Are you together, right? Okay, so well, first of all, I would not comment on the პირველ რიგში ბოლო შეკითხვაზე პასუხს არ გავცემ. Last one because it's a total bullshit, but არ ველოდი რომ ბილდ სიტყვაობას ექნებოდა ადგილი და ცილისწამებას და ლანძღვაგინებას. 14 მაისს მილანში ყოფნასთან დაკავშირებულ კითხვას საქართველოს პრეზიდენტმა უცენზურად უპასუხა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მილანში ყოფნის ამსახველი ფოტოები ქართულმა მედიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა და იტალიაში მისი ვიზიტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც დაადასტურა, ფაქტი უარყო. ჯერ ისევ პოპულარულმა პრეზიდენტმა, როგორც ამავე გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავი დაახასიათა, გიორგი სიგუას სასამართლოსთან და რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებულ შეკითხვას პასუხი მაინც გასცა. სასამართლო სისტემის საქმიანობა საქართველოს მოსახლეობაში 10% იყო. ახლა კი დაახლოებით 70%-ია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლახან შემოვიღეთ ნაფიც მსაჯულთა სისტემა. ჩვენ მართლაც გვქონდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ადამიანი დავაკავეთ და ისინი გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ გავანთავისუფლეთ. ესენი იყვნენ წინა მთავრობის კორუმპირებული ჩინოსნები. მე მართლა ერთი ვერ გავიგე. ალბათ ჩემი ინგლისი არ არის იმდენად კარგი რომ გავიგო. კითხვის ავტორი ადრესატის პასუხით უკმაყოფილო დარჩა. სამაგიეროდ კმაყოფილი საჯაროდ დასმულ კითხვას მოყოლილი რეაქციის შემდეგ იმით იყო, რომ ამერიკაში ცხოვრობს. საბედნიეროდ მე ვცხოვრობ დემოკრატიულ ქვეყანაში, მე ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლება და თავისუფლება და რასთავარია სიცოცხლის უფლება არის შეუვალი და დაცული სახელმწიფოს მიერ, სადაც კანონი დგას ყველაფერზე მაღლა და არ ამგონია რომ მიშას აქ კონდეს იმის საშუალება, რომ მისთვის არასასურველი კითხვების დამსმელი ადამიანი ისევე გალახონან ციხეში ჩაყარონ, როგორც აკეთებენ საქართველოში. გიორგი სიგუა, რომელიც საქართველოდან 2004 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებისას განვითარებული მოვლენების შემდეგ წავიდა, დღეს მომხდარი ფაქტის შემდეგ ამერიკაში ყოფნით ბედნიერია. თუმცა როგორც თავად ამბობს, სამშობლოში დაბრუნებას ხელისუფლებისა და სახელმწიფო წყობის შეცვლისთანავე გეგმავს.